საღამოშვიდობისა ძვირფასო რადიო მსმენელებო, სამშაბათი ეკახამიქიაშვილი გავატარებთ თქვენთან ერთად, ჩვენთვის გაგვიძულ დროს, მადლობა ვინც გვისმენთ და გვიყურებთ კიდეც. რამდენიმე დღეში ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მძიმე დღეა, 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე. ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნისთვის და ცხადია ყოველ წელს ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით ეხმაურება ქვეყანა, ქალაქი. ეს არის ჩვენი დეიტკივილი და ერთგვარად იმედი იმისაც, რომ ძალიან მალე ამოიწურება ეს პრობლემა და ჩვენ შეგვიძლია უკვე გაერთიანებულ საქართველოში ვიცხოვრო და ვისაუბრო. თუმცა ჯერჯერობით ეს პრობლემა დგას ოკუპაციის და დაკარგული ტერიტორიების, დროებით დაკარგული ტერიტორიების. სწორედ ამ თემატიკას ეხმაურება ის პროექტი, ის სპექტაკლი წარმოდგენა, რომელზეც დღეს გვინდა ვისაუბროთ, ეს არის IT ჯორჯიას და სოხუმის თეატრის ახალი პროექტი გზა 277 403 2077 403 თუ არა 277 4003 თუ 403 277000 უფრო სწორია კი ბატონო ამერია ციფრები იმდენია თუ ეს რას გულისხმობს ამაზე ცხადია ჩვენი სტუმრები საუბრებენ ამ პროექტზე ამ სპექტაკლზე ახლა გეტყვით რომ 25 სექტემბერს გაიმართება ეს ერთობლივი პროექტი ეს წარმოდგენა სოხუმის თეატრში მაგრამ ძალიან საინტერესო ფორმით და ამ საინტერესო ფორმაზე იდეაზე ერთობლივ პროექტზე არიან ჩვენი სტუმრები რომელთაც სიამოვნებით წარმოგვიდგენთ რეჟისორი კოტელი პარტელიაინი და მსახიობი და კომპოზიტორი მიხეილ ზაქაიძე საღამოშვიდობისა მეგობრებო მადლობა სტუმრობისათვის სულ რამდენიმე დღეში გაიმართება თქვენი წარმოდგენა მე რამდენადაც ძალიან საინტერესო ფორმით თუმცა სანამ ფორმაზე გადავალ და იმაზე თუ რა ელოდება დაახლოებით იმიტომ რომ დაანჩენი ცხადია ჯობს ნახონ სცენაზე და ჯობს ნახონ პირდაპირ მაგრამ გარკვეულწილად წარმოდგენა შეუქმნათ გითხარით იდეაზე ამ სპექტაკლის ამ პროექტის ფორმის იდეაზეც და დაახლოებით რაზეა და ეს ციფრებიც რომელიც მე ამერია იმიტომ რომ ვიცი რას ეხება არ მეგონა თუ ამდენზე იყო საუბარი და ამოდეც გითხარით მოგესალმებით მადლობას მოგიხდით სტუდიაში მოწვევისთვის და შესაძლებლობა რომ მოგვეცით ამ თემაზე ვისაუბროთ ამ ტკივილზე და უბრალოდ ჩვენს პროექტზე, რაც მე მიშამ და ჩვენმა გუნდმა ერთად გავაკეთეთ. მოკლედ 277403 ეს არის იმ დევნილების რაოდენობა, რომელიც სამწუხაროდ ამ ქვეყანას ყავს. და ეს პროექტიც, ეს სპექტაკლი ეძღვნება ამ დევნილებს, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილებს. არა მხოლოდ აფხაზეთიდან დევნილებს. კი. პროექტი და სპექტაკლი მოგვითხრობს აფხაზეთიდან დევნილებზე, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ არა მხოლოდ აფხაზეთიდან, არამედ კიდე სხვა რეგიონებიდანაც ყავს დევნილები და აქედან გამომდინარე ეს ყველა ტკივილი არის ჩვენი და ერთიანად თანაბრად განვიცდით ყველას. მოკლედ პროექტი რამოდენიმე წლის წინ დაიწყო, პროექტის მზადება, ესე ვთქვათ და საინტერესო იყო ნამდვილად სამუშაო პროცესიც ეს იდეები როგორც ესე ვთქვათ ის უცნაური თუ საინტერესო მიდგომა როგორც ჩვენ მიუდექით ამ საქმეს და ესე ვაჩვენებთ ახლა 25-ში ამ პროექტს და თუმცა პრემიერა შედგა ვარშავაში გასულ წელს იქ ჩამოყალიბდა საერთაშორისო პროექტია რეზიდენციის ფარგლებში შეიქმნა სადაც მე და მიშა ვიღებდით მონაწილეობას და იქ იყვნენ ასევე უცხოელი არტისტები რომ ზოგი არტისტი ახლა ჩვენ არ გვყავს, იმიტომ რომ სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ, იქ მოღვაწეობენ, მაგრამ ახლა აქ ქართველი და რამოდენიმე უცხოელი არტისტი არის ჩვენს გუნდში, 8 ადამიანი ვართ, რომელიც სცენაზე აჩვენებს თავის პერფორმანსს 25-ში. კი, აქვე უნდა ითქვას დავით საყვარელიძის, სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის და რუსთაველის თეატრის მთავარი რეჟისორის ჩართულობა, იმიტომ რომ დავითი გახლავთ იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის IT საქართველოს ცენტრის პრეზიდენტი და ეს ერთობლივი პროექტია ახსენეთ, იმიტომ რომ სოხუმის თეატრის ხელმძღვანელიც არის დავით საყვარელიძე. და ზოგადად ახასიათებს ძალიან საინტერესო პროექტებში ჩართვა და მხარდაჭერები. აი მიშასაც ვკითხოთ როგორ მიდგმებოდა ეს ჩვენ ვთქვით რომ ეს პოლონეთში შედგა პრემიერა გასულ წელს და საქართველოს პირველად წარმოადგენთ თუ იყო ნაჩვენები? არა, იყო ერთხელ ისიც უბრალოდ ფესტივალის ფარგლებში იყო და როგორც ასეთი დამოუკიდებლად ხაბარება, რაღაცა ჩვენება სამუშაო პროცესის ფარგლებში ვეძახით ხოლმე შინაურულად ჩვენ დაუსრულებელი შეგეძლოთ თავისუფლად რომ დაუსრულებელიც კი გეჩვენებინა რა მაგრამ ისე გამოვიდა რომ სუსუპრილად როცა ჩავაბარეთ თითქმის უკვე მზად იყო რა და ეხლა უკვე ეს თვითმყოფადი წარმოდგენა ნამუშევარია და
ყოველი თამაში არის ხოლმე განსხვავებული ერთმანეთისგან პირველ რიგში, იმიტომ რომ ახალი ადამიანები შემოდიან ხოლმე, სულ ისე მოხდა რომ სულ იცვლება და ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ხოლმე ჩემთვის ეს მინდოდა რომ გამომერჩია, იმიტომ რომ ერთია რომ შეეჩვევი იქ არსებულ ადამიანების გულებს და მე უცებ შეიძლება გამოვაკეთდეს და ახალი შემოვიდეს და მისი ენერგეტიკა ძალიან საინტერესოა ხოლმე როგორ შემოდის ამ ყოველას ენერგეტიკაში და როგორ ხდება ხოლმე ერთიანი, ეს რაღაც ჯადოსნური პროცესია ხოლმე, როგორ შეიძლება რა კაცი გახდეს რაღაცა ერთიანი რა და ერთიანად გრძნობდნენ, იმიტომ რომ არ არის ესე რო ვთქვათ რომ დადგენილი ძალიან ცოტა რაღაცა არის რა, დანარჩენი სულ არის აგებული რომ უბრალოდ ერთმანეთი უნდა ვიგრძნოთ რა და ეს არ მგონია გარედან ჩანდეს, იმიტომ რომ მართლა ჩვენ შინაგანად შიგნით ძალიან კარგად ვიგრძენით ყოველ ჯერზე და დარწმუნებული ვარ ეხლაც ეგრე იქნება. დარწმუნებული ვარ. მე ვთქვი რომ გზაქვია სპექტაკლს და მოდი გავამდოთ მსმენელს ერთი პატარა ასე ვთქვათ, არ ვიცი რა ქვია. ხლიკი ცუდი ნათქვა მიიქნება. მოდი თემა თუ мотиваცია გზა, ეს იმ გზაზეა საუბარი, უმძიმე გზაზე, როცა სოხუმიდან დევნილებმა ის უმძიმესი გზა გაიარეს სვანეთით და კუდორით რომ ჩამოსულიყვნენ სხვა ხალხით გაიარეს. აი ეს ამ გზაზეა საუბარი? კი ბატონო. ეს არის აი ესე ეგრეთ წოდებულ გოლგოთას გზის გამოვლაზეა საუბარი, რომელიც აფხაზეთიდან დევნილებმა გამოიარეს და ჩვენს პერფორმანსში ჩვენ გზას გავდივართ იმ დევნილებთან ერთად, რომლებმაც ეს ტკივილი განიცადეს. არის პერფორმანსში საწყისი, პირველი ნაწილი პერფორმანსის, სადაც არტისტები ლაივ რეჟიმში გადაადგილდებიან. აქვე ვთქვათ, რომ წარმოდგენა არ იწყება სცენაზე. სცენაზე არ იწყება, წარმოდგენა რამდენიმე კილომეტრის შორის. მაყურებელი პარტერში ელოდება არტისტებს, რომლებიც დაახლოებით 4-5 კილომეტრის მოშორებით იწყებენ პერფორმანსს. ეს კითხავ აქვე, მე რო არ გამომჩეს, ესე იგი სცენაზე ვხედავ მე ლაივში, რომ დაიწყო პერფორმანსი სადღაც შორს, არასოხუმის თეატრში და ხვდები რომ მოვლენ ჩემამდე, მაგრამ აი მე რიგით გამლელი მივდივარ ამ ტერიტორიაზე, საიდანაც დაიწყეთ. მე ხვდები რომ რაღაც პერფორმანსია თუ შეიძლება რიგით მოქალაქეებთან მგონია რომ მივსეირნობ. არ ვიცი, ანუ რაღაცა ფორმით არის გარეთ. ზოგს შეიძლება აქცია ეგონოს ეს ყველა. რაღაცა ხდება. განსხვავებული არის, კი, ესე ვერიფიკებ რომ გამონებია. იყო შემთხვევა, როცა ეს მანამდე ეს გავიარეთ, პოლიციამ გაგვაჩერა და გაუკვირდათ რა ხდებოდა. რაღაცა უცბად მივაწოდე ინფორმაცია და დაგვანებეს თავი. ესე თქვა, მაგრამ კი, ანუ ვარშავაშიც გაოცებული თვა, კი, აუცილებლად. ხედავთ ფილმს რომელიც არის ჯაბაჯანაშიას ინტერვიუზე დაფუძნებით. ჯაბაჯანაში არის ადამიანი, რომელმაც 9 წლის ასაკში გამოიარა ეს უმძიმესი გზა და ყვება რეალურ ფაქტებს თავის საკუთარ დაბადების დღეზე 27 სექტემბერს, როგორ გახდა დევნილი მის ოჯახთან ერთად, დაასთან, მშობლებთან ერთად, როგორ დატოვა თავისი სახლი, როგორ დაიძრა, როგორ გაიარა ეს უმძიმესი გზა და იმ ემოციებზე, რაც მასში დაილექა. არ ვიცი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ გამიმართლა რომ ჯაბა მოხვდა ამ პროექტში ნამდვილად და საბედნიეროდ ალბათ ეს, იმიტომ რომ ძალიან კარგად გადმოსცა. მე კიდევ ვცდილობდი პროექტის ფარგლებში სხვა დევნილებს დავკავშირებოდი. მათგან ამიღო ეს ინფორმაცია მათი განვლილ გზაზე, მაგრამ ეს იმდენად რთული, მძიმე ამბავია, რომელიც მათში არის ესე დალექილი ღრმად, რომ უჭირთ ადამიანებს ამ თემაზე საუბარი. ამ შეხებისას გამიჩნდა მეტი мотиваცია საზოგადოებაში ინფორმირების ამ ამბავზე და ამ ხალხისთვის, რომ უფრო მეტად ღია გახდნენ. არ ვიცი, ალბათ ფიქრობ, რომ ეს ღიაობა, როცა ამაზე ისაუბრებს ეს ხალხი, ჩვენგან მხარდაჭერას იგრძნობენ, მეტად შეუმსუბუქდებათ ეს ტკივილი, რა თქმა უნდა, ეს ტკივილი მათთან ერთად იცხოვრებს ყოველთვის. ცხადია ამას ვერაფერი. მაგრამ ფიქრობ, რომ ეს მიდგომა, რომ ჩვენ მათსაც განვიცდით და მათ ვახსოვს მათი ეს ტკივილი, ეს ალბათ დაეხმარება მათ ცხოვრებას, მათ გასავლელ გზას. კი ბატონო, ფორმა მე მინდა ცოტა რაღაც მოვყვეთ, უკვე საინტერესოა. თქვით რომ რამდენიმე კილომეტრით შორს იწყება წარმოდგენა. ეს იქნება ურბაულ ნაწილი, იქნება ტექსტი, დრამატურგია, თუ აქ არის ქორეოგრაფიაზე ან ვახსენებთან კომპოზიტორი, მუსიკაზეც მინდა კითხო, ეს პირველი შეხება შენი თუ სხვა დროსაც დაგიწერია და რადგან მუსიკა ვახსენეთ ამ სახიობი ხარ, აი რა ფორმით ვხედავ, მე უყურებ კადრებს და თქვენ პარალელურად თამაშობთ, აი დაახლოებით რა ფორმაა სპექტაკლის, იმიტომ რომ აი კარგად ქვია ეს არის სპექტაკლი, პროექტია, პერფორმანსია, რაღაც წარმოდგენა, სანახაობა, არ არის
უბრალოდ ეს სპექტაკლი როგორც შეჩუული ვარ დრამატულ თეატრში ჩვენ. კი, მეთქი ხო? ხო, უფრო პერფორმანსის სახე აქვს. ჩემთვის პირველი არ იყო თან მით უმეტეს მე და კოტე ვაკეთებდით ერთად პატარ-პატარა პროექტებს, უბრალოდ ეს შედარებით უფრო მასშტაბური იყო და არ მქონდა იმის შიში რომ რაღაცა კოტე მე ვერ გადმომცემდა ან ვერ მეტყოდა რომ აი რა გვჭირდებოდა რა უნდა გაჟღერებულიყო როგორი მუსიკა უნდა ყოფილიყო და ასე რომ მე ძალიან თამად ვიყავი მაგ კუთხით და ნუ ნდობა მქონდა უკვე გამოცხადებული იმის მიმართ და მაგის ის არ მქონია რა უბრალოდ მე არ ვიცოდი გარდა იმისა რასაც კოტე შემოთავაზებდა სხვა კიდე რა საიდან უნდა ამეღო ამის ინსპირაცია ერთგვარი იმიტომ რომ მე ახლოსაც ვერ მივალ იმ განცდასთან რაც მათ აქვთ განცდილი მე ეს შემიძლია უბრალოდ ნახო მაგრამ დოკუმენტური ფილმი როცა ვნახე და მე კიდე ჯაბას მოусმინე დაახლოებით მაინც გაჩნდა რაღაცა ბგერები ჩემში რაც მე ესე გადმოვეცი და ყველამ ერთად რომ მოვისმინეთ მე თქვით რომ ხო რომ რაღაცა ახლოს არის ალბათ იმ ყველაფერთან და დანჩენი უკვე ადამიანების ყურს უნდა მივანდოთ მათ ყურთან და მათ სულთან რამდენად ახლოს მივა და რამდენად გააერთიანებს ამ ამბავს. რას ფიქრობს რეჟისორი, როგორი მოლოდინი გაქვთ? იცით რა, აპრიორი ალბათ როცა ამ თემაზე კეთდება, უკვე ძალიან ემოციურია, ძალიან გზნობია, ძალიან მკვნეულია ყველასთვის. არის თორემ დევნილი და მით უმეტეს დევნილისთვის ნებისმიერ შემთხვევაში ეს თემა და თქვენ რაც აღნიშნეთ და რაღაც ერთგვარად გამოხმაურება უკვე მათთვის ემოციურიც არის და გარკვეულ და დასაფასებელი. თუმცა თუ რაღაცა ესეთი ხატრული კუთხით შევხედავთ, ყოველთვის აინტერესებს ხო შემოქმედება ჯგუფს რომ მივა სათქმელი, გაიგებენ რა რეაქცია იქნება. რას ფიქრობთ? და რადგან მაინც ნაჩვენები იყო ასე თუ ისე, ხალხს აქვს დანახი, როგორი იქნება შეფასება? იქნება მძიმე და ემოციური ეს სანახაობა? ვფიქრობ რომ იქნება. და ვფიქრობ რომ აუცილებლად მძიმე და ემოციური იქნება ჩვენ გამოცდილებიდან გამომდინარე რაც მაგალითად ვარშავაში გქონდა შეიძლება ითქვას რომ საერთოდ უცხო მაყურებელთა რომლებისთვისაც ეს ისტორია არ არის ხო მათი არ არის მათთვისაც იმდენად ემოციური იყო რომ მე მახსენდება პერფორმანსის შემდეგ ამ ხალხთან შეხვედრის კადრები სადაც ყველა ანუ ტიროდა ესე და ჩემთვისაც ზართული იყო მათ ამ ემოციასთან შეხება, როცა თან მილოცავდნენ პრემიერას, თან ესე განიცდიდნენ, ბევრ ადამიანს გაახსენდა. ესე ვფიქრობ რომ მაინც არ არის მხოლოდ ქართული ისტორია ეს რა, ეს დღემდე აქტუალური თემა არის, დღემდე ომი მიმდინარეობს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ბევრი ოკუპირებული ხა, ბევრი დევნილი არის და ასე შემდეგ, ამ ქვეყანაშიც ბევრია შემოსული და ასე კიდე ჩვენს მეზობელ ქვეყანაში და ყველა განიცდის საკუთარი ნათესავის, მეგობრის, საკუთარი ოჯახის, სახლის დაკარგვას და ვფიქრობ რომ ძალიან აქტუალური თემაა დღემდე და ასე ვთქვათ მათ ძალიან მიიღეს, ძალიან განიცადეს ეს ამბავი, ჯაბას ისტორია, ქართული ისტორია და ვფიქრობ რომ ქართველებისთვის მით უმეტეს სოხუმის თეატრში სიმბოლურად არის ეს პერფორმანსი და ვფიქრობ რომ ესე ცივად არ ჩაივლის და ემოციები იქნება ჩემი აზრით პერფორმანსის შემდეგ. რადგან პროექტი დავარქვით და მიძღვნილია სოხუმის დაცემის დღეს სიმბოლურად ხო ვთქვით და ამიტომაც არის სოხუმის თეატრის შერჩეული ეს ყველაფერი გასაგებია. ხომ არ მოიაზრება, ხომ არ ფიქრობთ ყოველყოფილა საუბარი რომ ეს არა ერთი ჩვენება, არამედ კიდევ იყოს ნაჩვენები კი სოხუმის თეატრში ან სხვაგან. თუ ეს ერთჯერად პროექტზეა ჯერ საუბარი. ჯერჯერობით სოხუმის თეატრთან 25-ში ვაჩვენებთ ამ პერფორმანსს. მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს ფიქრობ რომ საინტერესო იქნება სხვადასხვა თეატრში, სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა ქალაქში ვაჩვენოთ. არ ვიცი, ალბათ ქვეყნის გარეთაც მოგვიწევს გასვლა და სხვა ქვეყნებშიც ვაჩვენებთ. სხვა უცხოელ მაყურებელს ამ ჩვენს ისტორიაზე მოუყვებით, მაგრამ მე ძალიან მინდა რომ ეს ჩვენი მსვლელობა, ეს ჩვენი გზა კიდე სხვა ქალაქებშიც გავიაროთ და ვაჩვენოთ სხვა რეგიონის მაყურებელსაც. კი ბატონო, მსახიობს მინდა ვკითხო. მსახიობს ბევრი რამით არის განსხვავებული ეს სპექტაკლი. ხო, ჩვენ დაახლოებით თქვით. ქუჩაში იწყება, შემოვდივართ, პავლო ფილმია.
განსხვავებული სათამაშოც არის, ემოციურ ნაწილს ხოლმე არ გულისხმობ, ემოციურად გასაგებია და თქვი რომ აი 8 ვარ და 1 ვარ და ეს სულისკვეთება და ახლა შემ ეს ყველაფერი გასაგებია. აი სუფთა სამსახიობო ტექნიკის კუთხითაც განსხვავებული სათამაშო ალბათ როგორ ხდება, ხო? კი, რა თქმა უნდა, ძალიან განსხვავებულია, იმიტომ რომ მახსოვს სულ პირველად რომ გავამზადეთ ყველაფერი და დაიწყო ლაივი და დავიწყეთ სიარული. ძალიან ბევრი ფიქრი მიტრიალებდა თავში რა. კი, მანამდე ვისაუბრეთ რა მდგომარეობა, რა განწყობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ აი ძალიან უცნაური იყო, ხალხი დადიოდა ქუჩაში, მანქანები დადიან, ყველა გვიყურებდა და ცოტა დავიბენი, რომ ვერ მიხვდი იმ მომენტში სპექტაკლს თამაშობდი რა. ცოტა დავიბენი და ამ ხრივ იყო ძალიან უცნაური პირველ ჯერზე. შემდეგ უკვე თითქოს რაღაცა თავისი ადგილი მიეჩინა თითქოს იმ ყველაფერს. ასევე საკმაოდ განსხვავებულია სცენაზეც, იმიტომ რომ გარედან რომ ანუ რაღაცა ერთი წეტილიდან რომ მიდიხარ იქ სადაც შემდეგ უნდა გააგრძელო, იქთან ხალხი გელოდება. სცენაზე რომ შედიხარ ძალიან ძლიერი ენერგეტიკა დგას, იმიტომ რომ იმ ხალხს უკვე ეს ემოცია მოუვიდა რაღაც ემოცია და გრძნობ ამ ყველა ადამიანის ენერგეტიკას და არის უცებ სცენაზე შესვლა არის აი ძალიან ისეთი მომენტი რა ვერ აღწერ მაგას როგორია. სხვა შემთხვევაში შენ უბრალოდ მაყურებელი გელოდება და შედიხარ, მაყურებელი ჯერ ცივია, ასე ვთქვათ რა, არ აქვს გამომჟღავნებული და გამოშვებული ეს ემოცია, მაგრამ იქ უკვე დახარჯულია. ისთვის უკვე შენ შუა სპექტაკლში ხარ და გაუგაგრძელე. ხურს იქაურობა რა, სცენაზე რომ შედიხარ უკვე ხურს და აი ძალიან უცნაური იყო პირველად და ცოტა ექსტრემალურიც არის და კი საკმაოდ განსხვავდება ვიდრე ძალიან საინტერესო იქნება ალბათ ჩემი აზრით. თუ გიფიქრიათ რაღაც ფესტივალზე რომ მიიღოს მონაწილეობა, რატო დავსვი ეს კითხვა? იმიტომ რადგან ჩვენ თქვით რომ ეს განსხვავებული ფორმით არის დადგმული. შეიძლება ყველა ფესტივალზე არ ითვალისწინოს ფორმატი, ჟანრი, აი მსგავსი პერფორმანსების ფესტივალი თუ არსებობს, იმიტომ რომ ერთია დაუშვათ ჩვენთან ნანახი და გასტროლზე წაღებული ჩვენი ქვეყანაში, რაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მაინც ყველაზე ახლოს ჩვენს კიბულთან არის, მაგრამ აქ ვფიქრობ რომ ბევრი ქვეყანა ნახავს, იმიტომ რომ სწორად აღნიშნეთ თქვენ რომ დღეს სოფლიოში სამწუხაროდ ომი, დევნილები, იძულებით გადაადგილება ძალიან რეალური გახდა բոլ ქვეყანაში. სამწუხაროდ, იმიტომ რომ ეს თითქმის იშვიათია ნახო ქვეყანას აჩვიდობა. და ამიტომ ხო არ გიფიქრიათ ამაზე, ან თუ არის გავსწრები შეიძლება არ გიფიქრიათ, რაღაცა უფრო ბევრმა ნახოს, იმიტომ ფესტივალს ეს ერთი პლუსი აქვს, რომ რამდენიმე ქვეყანა მინიმუმ მონაწილეობს. იცით რა გეტყვით რომ მიმდინარეობს ამაზე მუშაობა? ეხლა ახალი პროექტი არის, ინფორმაცია გაგზავნილია, ესე ვთქვათ, სხვა ფესტივალებზე, გსურს ნამდვილად რომ მივიღოთ სხვა ფესტივალებზეც მონაწილეობა, ვისაუბრეთ იმაზეც, რომ საქართველოშიც მზავართ იმისთვის, რომ ვაჩვენოთ სხვა თეატრებში, სხვა რეგიონებშიც და ფესტივალებზეც ძალიან დიდი სიამოვნებით სწავლობთ სხვა ფესტივალებზეც და რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს ჩვენს გაკეთებულ პროექტს, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება რა და რა ვიცი, ამაზე მიდის მუშაობა დათოსთან ერთად, სხვა შორის დათოსთან ერთად. დიდი კონტაქტები აქვს ძალიან სოფლიოში ფესტივალებთან. ამაზე ხა ვერ გეტყვით რომ იყოს და მე გავაშკოთ. ტექნიკურად ზეგ თუ მაზეგ ვითამაშებთ სადმე, მაგრამ ამაზე მიდის მუშაობა. ტექნიკურად არის მისაშველება, რომ ადვილად წასაგები ეგეც ის არის. ქუჩა ხო ეგეც ძალიან ის არის საინტერესო არის პერფორმანსისთვის, იმიტომ რომ ვიცით რომ საზღვარგარეთ გადაადგილება სპექტაკლებს უჭირთ დეკორაციიდან გამომდინარე, კოსტუმებიდან რეკვიზიტი ასე შემდეგ. ეს ამ ხრივ საკმაოდ მარტივი პერფორმანსი არის. ორი ეკრანი და პროექტორი გვჭირდება თეატრში. დანარჩენი დეკორაცია კი და ერთი ტენტი გვაქვს, რომელსაც ერთი შემოდენში ჩავკეცავთ და ნებისმიერ ქვეყანაში გავფრინდებით. აღნიშნეთ თქვენ რომ შეიცვალნენ მსახიობები, ახალი სიახლეები გააქვთ? კი, ვარშავაში ნახევარი გუნდი უცხოელი არტისტები იყვნენ და რო ჩამოვედით აქ მომიწია რომ ქართველი არტისტები დამატებოდნენ ამ პერფორმანსს. იყო რამე კონკრეტული კრიტერიუმი, რა კრიტერიუმითაც შეირჩენ მსახიობები, იმიტომ რომ ჩვენ თქვით რომ განსხვავებული თამაშის სტილი სჭირდება. კი. ხრობის ენა არის ფიზიკური თექვით გამოვხატავთ, ჩვენი ფიზიკით გამოვხატავთ ჩვენს სათქმელს და აქედან გამომდინარე არტისტს უნდა შეეძლოს სცენაზე მოძრაობა, მაგრამ არ არიან ჩვენს პერფორმანსში მთლიანად პროფესიონალი მოცეკვავეები
და დრამატული თეატრის არტისტები არიან ასევე რომლებიც კარგად მოძრაობენ და რაღაცა ცეკვის ცოდნა არ არის რომელიმე მიმართულება არ უნდა იცოდეს არტისტმა და ვფიქრობ რომ პროექტის ფარგლებში რომელიც გაგრძელდება კიდე შეიცვლებიან არტისტები დაგვემატებიან ან ასე შემდეგ ხო ჩამოთვალოთ შემოქმედებითი ჯგუფი. მე ჩამოვთვლით მაქვს დავთარი თუ რამე შემეძლება თქვენ შემახსენეთ როგორც უკვე აღნიშნეთ რეჟისორი კოტელი პერტელიანი ჩვენი სტუმარია სცენოგრაფია და ქორეოგრაფია, რადგან ახლა ვისაუბრეთ, თურმე იმიტომ საუბრობდი ესე მშვიდად რომ თავად ყოფილ ხარჩართული კოტელი პერტელიანი, მიხეილ ზაკაიძე თქვენი ყოფილა ესეც და კრიტერიუმი ჩვენიერია, მუსიკა ვთქვით რომ მიხეილ ზაკაიძე მოკლედ მიშა ძალიან ბევრი კუთხით არის ჩართული სპექტაკლში, ფილმი კოკა კი, ხო? ესაიშვილი და კოტელი პერტელიანი და მონაწილეობენ ჯონათან რასელი, ანა თალაკვაძე, მიხეილ ზაკაიძე, მეგი ზარქოა, ოლიკო ბარბაკაძე, ირაკლი კვერღელიძე, ჩიკა ოგი, ხოსი ლიტა. სწორია? კი ბატონო. ესენი გვარები თვეები. ჩიკა იაპონელი და შვეიცარიელი. ახლოვებით. ესენი აქ არსებობენ, ცხოვრობენ, თუ მოიწვიეს სპეციალურად? აქ ცხოვრობენ, აქ მუშაობენ. ჩიკა ასევე მე მიშა და ანი დღემდე მოძრაობის თეატრის არტისტები არიან, მე და ჩიკაც მოძრაობის თეატრის მსახიობები ვიყავით. მე 6 წელი სად გამოგვადგა მოძრაობის თეატრი. 6 წელი მოძრაობის თეატრში ვიყავი. შემდეგ რაღაცა სახიობად კი და საკმაოდ დიდი გამოცდილება კახასთან მუშაობის მივიღე და ახას დიდი სკოლა. შემდეგ ხა რაღაცა ჩემი გზაც რაღაც რეჟისურაში გადავიდა და ესე ხო და ეს უცხოელები საქართველოში აღმოჩინე აქ არიან. საქართველოში ქართველები არიან, ჩიკა გურულების რძალია და ყველა მოძრაობის თეატრში მოვიდა თავისი გზით რაღაცნაირად არ ვიცი. ჩიკაც მოვიდა და ჯონათანი იქ შემოა ვოკარი და მე უკვე ეხა ძალიან ახლა მეგობრები ვართ. ეხა ძალიან მოძრაობის თეატრმა ოდესღაც გაგვაერთიანა. გასაგებია გავიშალეთ, მაგრამ ეხლა ისე შეგერთიანთ. მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, საუბრისთვის. მე შევახსენებ მსმენელს, რომ 25 სექტემბერს 19 საათზე სოხუმის თეატრში ძალიან საინტერესო პროექტი გაიმართება გზა და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ეხება სოხუმის დაცემის დღეს, რომელიც 27 სექტემბერს არის ჩვენთვის ძალიან მძიმე დღე და რა ვიცი, ყველას გირჩევთ ნახოთ ალბათ ძალიან საინტერესო საჭიროა. ჩვენ აღნიშნეთ, რომ ესეთი პროექტები საჭიროა. საჭიროა რომ გვახსოვდეს, არ დაგვავიწყდეს, ის ხალხი გვახსოვდეს, მათი ტკივილი გვახსოვდეს და ალბათ რაც მეტი ადამიანი ნახავს ამ სპექტაკლს, ამ პროექტს, მით უფრო მნიშვნელოვანი იქნება. მე კი წარმოგიდგენთ სტუმრებს, რეჟისორი კოტელი პერტელიანი და მსახიობი და მუსიკის და ავტორი ამ სპექტაკლის და კომპოზიტორი მიხეილ ზაკაიძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. დროებით გემშვიდობებით დაგიბრუნდებით მეორე ნაწილში, დაგველოდით.